უნგრეთში დასრულდა ევროპის 17 წლამდე ასაკის მოკრივეთა დიდი საერთაშორისო ტურნირი. გურჯაანის სპორტული გაერთიანების მწვრთნელის ოთარ მამულაშვილის ინფორმაციით 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ეროვნული ნაკრების ღირსება სოფელ ვეჯინის წმინდა გიორგის სახელობის კრივის კლუბის წევრი და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი გიორგი ყანდიაშვილი იცავდა. საგულისხმოა, რომ მსგავსი რანგის სპორტულ ფორუმში მონაწილეობა მისთვის სადებიუტო იყო. ამის მიუხედავად მან ყველა შეხვედრა უმაღლეს პროფესიულ დონეზე ჩაატარა და ტურნირის გამარჯვებულის ტიტულს დამსახურებულად დაეუფლა. უნგრეთში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი, ვიყავი ნაკრების სახელით, ჩავატარე 3 ბრძოლა და ჩაიარა 3 წარმატებით. გიორგისთვის საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ ეს იყო პირველი გრანდიოზული ტურნირი, სადაც პირველად მიიღო მონაწილეობა A-კლასის საერთაშორისო ტურნირზე, სადაც მთელი ქვეყნის მოკრივეები იყვნენ ჩასულები, ნაკრებები, მთელი ქვეყნის ნაკრებები, დაახლოებით 600 კაცი. გიორგი ასპარეზობდა საქართველოს სახელით 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში და მოუწია 3 ბრძოლა, 3-ვე ჩაატარა გიორგიმ დამაჯერებლად გაიმარჯვა, 5-ვე ამსაჯვა მიანიჭა გიორგის უპირატესობა. მინდა აღვნიშნო, რომ ფინალური შეხვედრა ადგილობრივ თქონა ხდება ხოლმე ადგილობრივ მიაქციონ ყურადღება მსაჯებმა პატარა ხარვეზები, პატარა გადახრები არის ხოლმე, მაგრამ არც მსაჯებს, არც ადგილობრივებს არ დაუტოვა იმის საბაბი, რომ იმისთვის აეწივნათ ხელი. ულოცავ გიორგის წარმატებას, მადლობა მთლიან კრივის ფედერაციას, გიორგის ნაკრების მცველებს და გურჯაანის სპორტულ გაერთიანებას. ყავს პროფესიონალი მოკრივეებიც, ჭუბობენ ბიჭები, ქამრის ფლობელები არიან. ზოგი კი წავიდნენ აქედან, მაგრამ მაინც ჩვენი გურჯაანის სახელით გამოდიან და გვახარებენ თავისი ასეთი ვაჟკაცური ცხოვრებით, ვაჟკაცური ცხოვრების წესით. კრივი არის ამ ღირსებიდან გამომდინარე მოდის და იცავს წესებს, ანუ წაქცეულს არ ურტყავს, წელქვეშ არ ურტყავს, ზურგს უკან არ ურტყავს. და ესეთი წესები აქვს რა, ღირსება გააჩნია ამ სპორტს და ესეთი ღირსეული ბიჭები იზრდებიან და ეს ბიჭები არა მარტო თავის თავს დაიცავენ. უკვე პოტენციურად ისინი არიან მეომრები. ისინი სადაც არ უნდა მოხვდნენ, თავის თავს კი არა საქართველოსაც დაიცავენ. აი ეს არის მთავარი აქ, რომ აი ეს ვაჟკაცური სული იდგეს ამ ქართველ ბიჭებში რა. და არა მარტო ქართველ ბიჭებში, აქ საქართველოში მცხოვრები ყველა ის ბიჭები, ვინც საქართველოს სახელით გამოდიან. დიდი მადლობა მინდა მოუხადო კრივის ფედერაციას, მთავარ მწვრთნელს 15 წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელს და ფედერაციის პრეზიდენტს ბექა ლობჟანიძეს და ჩვენ მუნიციპალიტეტს, რომ ესეთი ყურადღებას აქცევენ ბავშვებს.